თავიდან გავიყვან. გადავატაროთ ესე. ესე იგი, ახლა სად ვართ? აი აქ ვიყავი ბოლოს. ახლა აქ შევხედავ, როგორი უზორი გვაქვს. ხო, აი ესეთია, ნახეთ. აი ეს არის. აქ 4 ძაფი იყო, ეს ხედავთ, რომ ცენტრალური 2-ია. ახლა ესენი უნდა გავიყვანო. ამ ცენტრალური 2-დან ჯერ ერთს გავიტან. იქ სადაც წინა წყვილიდან ერთ-ერთი გავიყვანე. ისევ იქ უნდა წავიღო. როცა უყურებ, უფრო ადვილია იქ ჩანს, სადაც გამოვიდა ეს ბოლომდე ხანდახან რჭირს. და აი აქ, შემდეგი. ესე იგი ეს იყო აი ეს ძაფი. ახლა მათაც გავკვანძავ. ორი კვანძი, როგორც ყოველთვის. და მოვჭრით. შემდეგი. ახლა უკვე ჩანს პირველი ძაფი, რომელიც იქნება და ეს უკვე მეორე, აი ეს. ორი წყვილი. იქ სადაც ბოლოს ვიყავი, ერთი წუთით, აი აქ. ეს ნაპირა ძაფი, რომელიც იქით მხარეს არის. აი ესე გავიტანე და ეს მეორე ხვრელი, აქ უკვე მისი მეწყვილე ძაფი. გეტყვით, რომ სულ ჯდებიან ერთმანეთის, ესე იგი, ერთი თვალის გამოტოვებით, წყვილი ძაფები რაც გამაქვს. ორი თვალის გამოტოვებით არასდროს არ გამოდის, ეხლა რასაც უყურებ, სულ, იმიტომ რომ მეზობელ თვლებში შემყავს ყოველთვის. შემდეგი. ეს მინდა გავუყვე მაინც, რომ აქ დავწუნდე, რომ ჩაიკეტება ზუსტად, არც მორჩება თვლები, აი შესაბამისობა ჩანთასთან და არც ესეთი გადაჭიმულიც არ იყოს, ხო? ეს ძაფები ყველაფერი, მაგრამ ეს ძაფები გარეთ, ნახეთ, აქ იმალებიან. ეს გაიყვანეთ ყველა გარეთ, რომ ყველანი უნდა მონაწილეობდნენ ამ ეკერების პროცესში. შემდეგი, აბა ვნახოთ. აი აქ ვიყავი, ამიტომ გამყავს უნდა შევხედო ჯერ. მოდით ასე შევხედოთ. აი ეს ნაღე შიგნით არის, მაგრამ არ აუშავს. ესე იგი. ესე იგი, აქ შემდეგი არის 4-ხეული, მთლიანი 4-ხეული და აქ ახლა 3 მაქვს. და აი ეს თვალები, ნახეთ, აი ეს. ორი ცენტრალური ეს არის. ეხლა ცოტა ხანდახან ჭირს გარჩევა, იმიტომ რომ ვჭიმავ შიგნიდან მეზობელს, ამაზე აისახება ცოტა. მაგრამ არ აუშავს, გარჩიეთ ეს 4 ძაფისგან შედგენილი, რომელი ძაფები არის ერთმანეთის, ესე იგი, უახლოესი. აი ეს ორი ძაფი უნდა გავიტანო. ჯერ უნდა გავიტანო ის, რომელიც უფრო ესე იგი, ახლოს არის აი ჩემ ყაისნახთან. მოვატრიალებში ვნახოთ. ნახავ რა ხდება, რომ ვიცნო ის. და შემდეგი მისი მეწყვილე ძაფი. აი ეს არის. მისი მეწყვილე უნდა გავიდეს აი აქ. აი აქ გავიტანე პირველი ძაფი, შემდეგი აი აქ, საიდანაც ყაისნაღი ამოდის.
ერთი წუთით აი ეს სხვა არის, ნახეთ. აი ეს არის. მოგეთ აქ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ თანმიმდევრობა დავიცვათ ძაფების. ერთი კვანძი და მეორე კვანძი. ეს ერთი ძაფი ჩანს, რომელიც უნდა პირველ რიგში გავიტანო. აი ამ ხვრელში. ხედავთ? აქ ვიყავი ბოლოს. ამ ხვრელში მას გავიტან, რომელიც უკვე ვიცი ნამდვილად და შემდეგი ძაფი იქნება, აი მომდევნო ნახეთ 4 ძაფიდან აი მყიდურა. ეს ლოგიკურია, რომ ითხოვს ეს ყველაზე ახლოა და იმიტომ. აქ ახლა აი აქ. ხედავთ ხო, აი აქ ჩასული ვარ უკვე. ახლა მომდევნო ორ თვალს შორის. ესეც უნდა გავიტანოთ. და კვანძები, ორი კვანძი. ეს ახლა არ მგონია, რომ ესე კამერის გარეშე მე მგონი არ არის დიდი სირთულე ესე. უბრალოდ ცოტა შრომას მოითხოვს, მაგრამ კამერის წინ რთულია უბრალოდ. მოუხერხებელია, მაინც ჩანთა დიდი ზომის არის, ისე ვთქვათ. გადავაფარეთ ისე. ნახეთ, აი ლამაზაძის მე მგონი არ ეტყობა არაფერი, ხო? კარგად ჯდება ძირის უზორში. ეხლა გამოვარჩიოთ ჯერ ეს ორი ძაფი, შემდეგი ორი ძაფი. ესე იგი იყო 4-ეული, ესე მახსოვს. და აი ეს ჭირდება, ნახეთ, აი ეს წავა მეორე წყვილთან. აი ამასთან ერთად წავა ეს შემდეგში. ეხლა ეს ორი წვილი გჭირდება. ესე იგი შევდივარ ისე იქ სადაც ამის წინ შევედი, ანუ ეხლა აი აქ. და აი ეს კიდურა უნდა წავიღო. ეხლა მეორე. აი აქ. და შიგნით ისე. უკვე შეგვიძლია გადავთვალოთ კიდეც რა თუ გვეყოფა ეს თვლების რაოდენობა. მე მგონი რომ გვეყოფა. ესე ეხლა აქ უნდა შევიდეთ. აი ეს ნახს შევიყვან ჯერ და მერე თვლებს მოსინჯებ რომელი თვალი მჭირდება. ესე იგი აქ ვიყავი, ანუ სადაც ვიყავი ბოლოს, ისე იქ უნდა, აი აქ. აქ უნდა ჩავიყვანო, ეხლა რომელი თვალი უნდა ჩავიყვანოთ, ამას მოვსინჯავ. ეს თვლები კარგად მოჭიმეთ, გაასწორეთ თუ უკვე ფორმა თუ დაკარგა ცოტა, გაასწორეთ და მაშინ უფრო ადვილია. აი ეს ორი წველი მჭირდება ეხლა. ჯერ გავიტან ამას. ეხლა რომელიც ყაისნაღი უკვე შეყვანილი მყავდა იმ ხვრელში, სადაც ბოლო წველიდან ერთ-ერთი ბოლო გავიდა იქ. და შემდეგი ხვრელი მოვძებნოთ. აი ეს არის. ეს ხვრელია და გავიტანო ეს ძაფი. ახლა უკვე ჩანს ეს ჩემთვის ადვილად იყო დასანახი ეს ძაფი და ამიტომ
ადვილად ეს ისე გირჩევთ, რომ კვანძები პარალელურად აკეთოთ, თორე შეიძლებოდა ახლა ვიფიქრე, რომ ჯერ ყველა გავიყვანოთ, რომ აქეთ-იქით არ ვატრიალო ჩანთან და მე დავაფიქსიროთ, ხო, მაგრამ დაფიქსირება ძალიან მოხერხებულია, უფრო აღარ დაგეშლებათ ჩანთან. ეს. კარგი, ჯერ ხა აი ეს ნახ შევიყვან ისევ ეს კარგი მეთოდია, რომ მე უკვე ძაფები შევაფასოთ. აი ეს ადგილია, ბოლოს სადაც შევიყვანე და ეხლა შევხედავ უზორს, რომელიც ძაფის დროა. ეს სამეული დარჩა და ეს კიდურაა და ეს ორი, რომელზეც კვანძი კეთდებოდა. კიდურას გავიტან, რომელიც აქეთ მხარეს არის. ასე. სამწუხაროდ ორივე გაძვრა მგონი. ხო, კიდევ ერთხელ. და შემდეგი ხრელი იქნება უკვე აი ეს და აი ეს არის ეს ძაფი, ხა არ აგერიოთ ეს მომდევნოა. ასე. ისე კვანძი. გვერდის ჩაკევა, რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით ადვილი პროცესი იქნება. ნაკლებ დროის მოითხოვს, ვიდრე ეს კვანძების ესე ფორმირება და დაფიქსირება. აქაც ჯერ შევიყვან ყაისნავს, აი იქ სადაც ვიყავი ბოლოს, აი აქ ვიყავი. ეს ძაფი უკვე ჩანს, რომელიც აქ უნდა გავიყვანო. ცეთია. აი ეს. და შემდეგი ხრელი არის აი ეს. და აქ ახლა შევხედავ ისევ. აქ უკვე შემდეგი 4-ეული მოდის. ნუ 4-ეულიდან 3 დარჩა, ესე იგი. აი ეს არის. აი, მე 4, ნახეთ, აი კარგად არ ჩანდა ახლა ეს 4-ეული. თან მოუჭიმავ, თვალს ისევ გავასწორებ, ამაზად როგორც მაგრამ ეს დაწვნისას იყო და აი ნაპირა უნდა გავიტანო. არ გავიდა ბოლომდე. შინიდან შევხედავ და ისე კვანძი და გავაკეთოთ. დარჩა უკვე ძალიან ცოტა. ესე იგი. ხა ჯერ ისევ, სადაც ბოლოს ვიყავი, ესე იგი, ბოლოს ვიყავი აი აქ. აი ეს ნახე ჩავდევი უკვე. ახლა ასე შევხედოთ ზემოდან, აი ეს ორი და ცენტრალური ორი. ან კიდევ დაგვრჩა სამწუხაროდ კენტი იშვიათად რჩება ხოლმე და საინტერესოა. ორი ერთად და ეს ყოველ შემთხვევაში გავიტანთ იქ როგორმე ამას. შედეს ამოძრა, არ ვიცი, ზე. კენტი არ უნდა გვჩენოდა, ხო? ხვდებით. 4-4 იყოს. ეხლა ეს ორი უნდა გავიტანო, ჯერ ერთი.
გამოძრომით ვერ გამოძრებოდა, იმიტომ რომ დაფიქსირებული იყო კვანძით. ესე. ეხლა შემდეგი ხვრელი, ნახეთ, აქ ნამატები როა. აი ორ თვალს შორის არის კუთხის. ნახეთ, ეხლა იმედია რომ ეს გამოჩდება. აი ნახეთ, ამ ორ თვალს შორის ამოვიყვანე და აი ეს ძაფი უწევს ეხლა ამის გადანა. აი ეს. მოგეთ ახლა აქედან მივხედავ, შიგნით გავაკეთებ. ესე კვანძი. და გადავჭრით. კუთხის ადგილა საკმაოდ მოუხერხებელია ახლა. ესეთი ადგილია უკვე. ну ფაქტობრივად ბოლო წყვილია თითქოს, მაგრამ ეს ორი ძაფი აი ეს ორი ძაფია ახლა დარჩენილი ფაქტობრივად. ამასაც შევიყვანთ როგორ მოვახერხებთ. საინტერესოა რომ ის წვილში არ მოხვდა. ესე იგი ხა მოდით აქ შევხედოთ. აქ შეიძლება უკვე ისე აღარ გამოვიდეს როგორც ვაკეთებდი. ანუ შევდიოდი იქ სადაც წინა თვალი, წინა ძაფი შევიტანე, ხო? ეხლა აქ დამრჩა მე აი აქ ვიყავი. და პრინციპში შეგვიძლია ხო, სადაც ვიყავი, აი იქ შევიდე და შემდეგ აი ამ ორ ნამატს შორის კიდევ შევიდე. აი ესეთი ვარიანტი არის, ყველაზე ესეთი მისაღები ახლა ფიქრობ. ვნახოთ, ახლა იმედია რომ მოვახერხებ იქ, საკმაოდ სიმჭიდროვეა. აი აქ უნდა შევიდე. გადით უკინდა შევხედე, აი აქ, აი აქ. და აქ უნდა გავიტანო ახლა ერთი ძაფი. შემდეგი უკვე იქნება მომდევნო, ესე იგი ორს შორის. აი, მომდევნო ორს შორის, ანუ მომდევნო ნამატებს შორის. აი ამას გულისხმობ, ნახეთ. აი აქ. აქ ვიყავი ახლა და ახლა აი აქ გავიტან ამ ძაფს. ისე კვანძით ჩავკეტავ. როგორც აქამდე ვაკეთებდი. აქ ცოტა დიდი ინტერვალია, ეხლა ერთ ძაფს და მეორე ძაფს შორის უკან. ჩანთის შიგნით, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, ორ ნამატს შორის გავაკეთე და კიდევ ორ ნამატს შორის. მათ შორის ორი თვალი აღმოჩნდა ერთის ნაცვლად ეხლა. და მარავიშავს. ესე. და ეს ერთი ძაფი, ახლა ნახოთ ეს ერთი ძაფი აქ როგორ მოხდა რომ ესე გამოგვივიდა. ну ყოველ შემთხვევაში ამ ძაფს ჩავიტან მე შიგნით. აი ესეთი რაღაც გავაკეთე, ნახეთ, გავკვანძე უბრალოდ. თუ მეორე მხარეზეც ასეთი გამოგივიდათ, ესეთი ერთი ძაფი თუ დარჩა ეს კიდეზე, ესე მოიქეცი. და ესევე 1 სანტიმეტრის დაახლოებით ესე, ну სანტიმეტრი ნახევარი სიგრძის, თლათ ძირზე არ მოჭრათ ხოლმე ძაფი. ეხლა უკვე დავიწყებ მე მიკერების პროცესს. ეს გავასწოროთ ძირის მხარე. ეხლა ხვდებით ეს დასამთავრებელია მეორე ნახევარი, მაგრამ აი ეს ლამაზად ჩანს მე მგონი უკვე, ხო? აი ესე გამოიყურება. ეხლა როგორ მივამაგროთ ისე რომ იყოს
თანაბრად ორივე მხარეს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ეს რა თქმა უნდა განაწილეთ თქვენ აი ჯიბე როგორ გინდათ რომ თავისუფლად იყოს, ცოტა მოჭერილი იყოს თუ როგორ, მაგრამ ეს განაპირობებს თქვენ რა სიგრძის ჯიბეს გააკეთებთ, აი აქ სად მოხვალთ კიდეებს. მე ხა მაგათაც ცოტას გავჭიმო კიდევაც, იმიტომ რომ სპეციალურად იმიტომ მოგსოვეს მაღალი, რომ ნახეთ. ხა არ ჩანს მაინც ხო, ცოტა დავშევდეთ. აი ესე იყოს ნახევარი გამომსულიყო, ხო, რაც ჩანთ ის სიმაღლე. აი ეს როცა იჭიმება, ცოტა სიმაღლეს კარგავს და ამიტომ გავაკეთე ცოტა მაღალი. მოითხოვდა ესე თქვათ, თორემ დაბალი ჯიბე გამოვიდო და ესეთი არ იყო სასურველი. აი ესე. ეხლა აი ეს რომ აი ეს მოჭიმვა როგორც ითხოვს. ნახეთ. ძალიან უძახვალთ გვერდზე, მაინც ეს წინა ჯიბი არის, არ არის აუცილებელი სულ გვერდით წახვიდეთ. მაგრამ თქვენ როგორ თან ისე გაიშლება, ეს წარმოიდგინეთ, აი თუ რამეს ჩადებ, ცოტა წამოიწევს წინ. აი ესე. ეხლა ცენტრალურზე აქ თქვენზეა მოკლედ დამოკიდებული, მოგინ თვალის ზომაზეც კარგი იქნება. აი ესე აი აქ შევალ, ეხლა სადაც უწევს, ესე რომ დავადე, ხო? უბრალოდ ეს გაითვალისწინეთ, რომ თუ გაიჭიმა, აი ესე. წარმოგიდგენთ რა სიმაღლის გინდათ რომ იყოს, ხო? აი ეს, მე აი ესე მირჩევნია რომ იყოს ახლა ჩემი ჩანთა. აი ესე. ესე გზემოთ მრჩება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და ეს ამასაც უჩავთ 12 რიგი მრჩება ზემოთ. კარგით, ახლა მე დავიწყებ მოკლედ მიქსოვას და მივაქსოვოთ ეს ყველაფერი. ახლა დავშორდე